თქვენ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ 8 ივლისს დონალდ ტრამპმა დაპირდა, რომ დაურეკა რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინს. ხო და არ დაურეკა. და კრემლში ღია დაიწყეს ისტერიკა. ვლადიმირ პუტინმა სცადა დონალდ ტრამპის გაცურება და საკუთარ მახეში გაევა. თავიდან მან ამერიკის პრეზიდენტს მიიღიდა ლამაზი სურათი. თითქოს კონსტანტინოვკა დონეცკის ოლქში აეღოთ და ფრონტის მთელ ხაზზე შეტევა მიმდინარეობდა. და შემდეგ ნატო სამიტის შემდეგ ანკარაში ტრამპმა მოულოდნელად დაპირდა, რომ დაურეკავდა. კრემლი მტკიციერად დათანხმდა, მოემზადა, მოლოდინში გაიყინა, მაგრამ ტრამპის ზარი პუტინს არ მიუღია და ეს ზარი დრემდე არ ყოფილა. და სწორედ აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო. ამ გამოშვებაში ჩვენ განვიხილავთ, როგორ ცდილობდა ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპის მოტყუებას კალბი გამარჯვებით. რატომ არის კონსტანტინოვკა ტყუილი, რომელიც თუნდაც რუსმა სამხედრო კორესპონდენტებმაც კი გამოავლინეს. როგორ მიეტოვა ტრამპმა ანკარაში კრემლი, ჩუმად და ვლადიმირ პუტინისთვის დარეკვის ნაცვლად პატრიოტის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადასცა. და რატომ არის კუთხეში მიმწყდეული ვლადიმირ პუტინი ახლა უფრო საშიში, ვიდრე ოდესმე. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდი განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. მოდი მაშინ პირდაპირ დავაფიქსიროთ. დონალდ ტრამპმა პირველად უგულებელყო ვლადიმირ პუტინი. და ზელენსკისა და ევროპელებთან საუბრის შემდეგ უბრალოდ დაიგნორა რუსეთის პრეზიდენტი. ეხლა კი ყველაფერს თანმიმდევრულად განვიხილოთ. ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ 4 ივლისს. სიმბოლურად ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს. ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. და კრემლის თანაშემთის იური უშაკოვის თქმით, საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ გაუმეორა ინფორმაცია თითქოს კონსტანტინოვკის სრულად აღების შესახებ. ასე დახატა ბრძოლის ველის რეალური სურათი, სადაც თითქოს რუსული ჯარები მთელი ფრონტის ხაზზე უტევენ და აი ისევ კიევამდე მიაღწია. გეგმა მაქსიმალურად გამჭვირვალე იყო. დონალდ ტრამპი დაერწმუნებინათ, რომ ომი ფაქტობრივად რუსეთმა მოიგო, რომ უკრაინის წინააღმდეგობა უკვე უბრალოდ უაზროა. ეს ნიშნავს, რომ დროა ბოლოს და ბოლოს ზეწოლა მოახდინონ კიევზე, მოსკოვის პირობებზე შეთანხმების მისაღწევად. ხოლო ტრამპისთვის თითქოს სჯობს გამარჯვებულის მხარეს იყოს. ამიტომ სჯობს ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინოს, პუტინთან იყოს, ხელი მოეწეროს შეთანხმებას, რუსეთმა გაიმარჯვა, ყველაფერი სუპერია, ტრამპი კმაყოფილია. კრემლის მთავარი იმედი სწორედ კონსტანტინოვკაზე იყო დამყარებული. ჯერ კიდევ 3 ივლისს რუსეთის ფედერაციის გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა პუტინის ქალაქის სრულ დაკავებაზე მოახსენა. ამიტომაც პროპაგანდამ ეს გრანდიოზულ გამარჯვებას წარმოაჩინა, რომელსაც კრემლი აქტიურად კიდა დასავლეთში, პირველ რიგში შეერთებულ შტატებში. ვლადიმირ პუტინმა პირადად დაასახელა ქალაქის დაკავება მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიღწევად და რუს გენერლებს კონსტანტინოპის აღებისთვის მედლები გადასცა. მხოლოდ ისაა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკა რუსებმა არ აუღიათ. და ამას ამტკიცებენ არა უკრაინული მოხსენებები, არამედ დასავლელი მკვლევარები. და რაც კრემლისთვის განსაკუთრებით დამანგრეველი, ამასვე ადასტურებენ თავად რუსი სამხედრო კორესპონდენტები. ომის შესწავლის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები აგრძელებდნენ შეღწევისა და ინფილტრაციის ოპერაციებს და პოზიციების გამაგრებას მას შემდეგაც კი რაც კრემლმა ქალაქის აღება გამოაცხადა. სრული დაკავების არანაირი მტკიცებულება არ აღმოჩნდა, ხოლო თავად განცხადება ომის შესწავლის ინსტიტუტმა დაახასიათა როგორც საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს რუსული გამარჯვების გარდაუვალობის წარმოჩენას. Washington Post-მა არსი ზუსტად ჩამოაყალიბა. ისინი წერენ, რომ პოზიციის შესანარჩუნებლად ჯარის ნაწილები უნდა დარჩნენ ადგილზე, შეინარჩუნონ კავშირი მეთაურებთან, მიიღონ საბრძოლო მასალა, ევაკუაცია გაუკეთონ დაჭრილებს და არ დაუშვან მოწინააღმდეგის დაბრუნება ამ ტერიტორიაზე. აი მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ტერიტორია კონტროლის ქვეშაა. რუსული კადრები აჩვენებდა კონსტანტინოვკაში შერწევას, მაგრამ არ დაუდასტურებიათ, რომ მოსკოვს შეუძლია ყველა ეს ამოცანა შეასრულოს ქალაქის მთელ პერიმეტრს. ამიტომ დასკვნა ასეთია. რუსეთმა არ აჩვენა სრული კონტროლი ქალაქზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მოაწყო. სტროინუი პუტინიმ ცერემონიუ. უკრაინული ჯარები ჯერ კიდევ ქალაქის შიგნით რჩებიან და ბრძოლას აგრძელებენ. ეხლა კი, როგორც ამბობენ, ტორტზე ალუბალი. თვითონ ზოგიერთი რუსი სამხედრო კორესპონდენტიც კი დიდ ეჭვქვეშ აპენებს კრემლის ოფიციალურ ვერსიას და აცხადებს, რომ დროშების აღმართვა უბრალოდ კამერისთვის გაკეთდა. მაშინ როცა გვერდით ბრძოლები გრძელდებოდა. ეხლა კი რეალური ციფრები, რომლებიც მთლიანად ანგრევს კრემლის პრეზენტაციას, ასე ჟღერს. 2026 წლის ივნისში ამ წელს რუსულმა არმიამ 9 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე დაიკავა. აი ესეთი ყოფილა შეტევა მთელ ფრონტზე, როგორც პუტინი ამბობდა.
ზელენსკიმ ამაზე ბრწყინვალედ უპასუხა. მან ვლადიმერ პუტინს შესთავაზა პირადად შეხვედროდნენ სწორედ იმ კონსტანტინოვკაში. თუ რუსეთმა თითქოს და სულად დაიკავა ეს ქალაქი, მაშინ პუტინს თითქოს არც არაფრის ეშინია. პუტინმა რაც ჰქონდა უარი თქვა. და აქ არის მთელი ამ ისტორიის კულმინაცია. ნატოს სამიტზე ანკარაში დონალდ ტრამპმა სულიად სხვანაირად მოიქცა, ვიდრე მოსკოვი ელოდა. ტრამპმა განაცხადა მზადყოფნა უკრაინისთვის პატრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემაზე. დაუშვა უკრაინის ცის დაცვის გაძლიერება და ყურადღება დადებითად შეაფასა უკრაინის დარტყმები რუსეთის საწვავ ენერგეტიკულ კომპლექსზე, როგორც ომის დასრულების დაახლოების ფაქტორი. შემდეგ კი ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ ისე თქვა, თითქოს ამ საუბრის შემდეგ დაუყოვნებლივ აპირებს ვლადიმირ პუტინს დაურეკოს. მოუყვეს რა მოხდა და ასე შემდეგ. მოსკოვის რეაქცია მყისიერი იყო. რუსულმა მხარემ მაშინვე დათანხმდა ამ საუბარს. და აი კრემლის სპიკერი პესკოვი თავის პატარა შარლოებიდან ხდებოდა, ყვებოდა, როგორ დაურეკავს ახლა დონალდ ტრამპი პირადად პუტინს და მოახსენებს რუსეთის ფედერაციის დიდ პრეზიდენტს ნატოს სამიტის შედეგებზე. პესკოვი პატარა შარლოებში უკვე დარბოდა და ყველას უყვებოდა. ნახეთ, ეხლა დაიწყება. ტრამპი პირადად დაურეკავს პუტინს. ანგარიშ ჩააბარებს, რა გააკეთეს იქ. კრემლი ელოდა, კრემლი ემზადებოდა თეთრი სახლის მთავარი პარტნიორის როლისთვის. მაგრამ სატელეფონო ზარი ასე არც შედგა. და დღეს შეგახსენებთ უკვე 12 ივლისი მთავრდება. ეს კრემლს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. კონტაქტის მოლოდინი უშედეგოდ დასრულდა. და პუტინი პირველად ალბათ მთელი ამ დროის განმავლობაში შეეჯახა იმ ფაქტს, რომ მას, როგორც ლოხს, უბრალოდ გადააგდეს. აი ახლა ნამდვილად გადააგდეს. ანუ აი ამ გოპნიკი პეტერბურგის ეზოდან უბრალოდ გადააგდეს. უთხრეს დაგირეკავთ. ის უკვე მზადიჯდა როგორც ჩანს ზარსელოდა. ხოლო ტრამპმა კი უბრალოდ საჭიროდაც არ ჩათვალა, ეთქვა რომ არ დავრეკავ. მან უბრალოდ უგულებელ, უბრალოდ დაივიწყა ეს ამბავი. უფრო მეტიც ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების სტივენ ვიტკოვისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტი მოსკოვში თავიდან როგორც გახსოვთ გადადეს. შემდეგ კი საერთოდ გააუქმეს. კიდევ ერთი სიგნალი. ვაშინგტონი არ აპირებს მოლაპარაკებებზე დაბრუნებას მოსკოვის მხრიდან კონკრეტული წინადადებების გარეშე. და ეს კრემლისთვის ყველაზე საშიშია. ეს არ ყოფილა კარის დემონსტრაციულად მიჯახუნება. ეს არ ყოფილა დონალდ ტრამპის რაიმე მკვეთრი განცხადება. ეს უბრალოდ სიჩუმეა. ეს უბრალოდ კრემლის ჯუჯის იგნორირება. ვლადიმირ პუტინი, როგორც ამბობენ, ხელგაწოდილი დარჩა, ტელეფონთან იჯდა, ხოლო დონალდ ტრამპმა უბრალოდ უგულებელყო იგი. და ნახეთ, როგორ ჩამოიშალა ეს კრემლის ვერტიკალი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ულტიმატუმის ენაზე ალაპარაკდა. თითქოს თქვას, ყველაფერი მორჩა, ნერვები აღარ გვაქვს. ეხლა მხოლოდ უკრაინის კაპიტულაცია დარჩა. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ორაზროვანი განცხადება გააკეთა თეთრ სახთან შესაძლო კონტაქტებზე. გამოვიდა და თქვა, ალბათ ტრამპი დაკავებულია. ის აუცილებლად ცოტა მოგვიანებით დარეკავს. აბა როგორ შეძლებს პუტინთან საუბრის გარეშე. ხოლო თავად პუტინი ამ სიტუაციას საერთოდ არ აკომენტარებს. და მიაქციეთ ყურადღება, 3 მთავარი ჩინოვნიკი. შედეგები. 3 სრულიად განსხვავებული ხაზი. ანუ ეს დაბნეულობის ნიშანია. მათ არ აქვთ ერთიანი პოზიცია. აშკარაა, რომ კრემლი ჩიხშია. მას რთული მდგომარეობა აქვს ზურგში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას აქვს რესურსები ფრონტზე სიტუაციის მკვეთრად გამწვავებისთვის. იმისთვის, რომ ტრამპს დაუმტკიცოს თითქოს ნახე, პუტინი მართალი იყო. როცა ამ სისულელეს ხვებოდა კონსტანტინოვკაზე. აი ნახე, ჩვენ ფრონტზე სიტუაციას ვამწვავებთ. ეს ხომ იმის მტკიცებულებაა, რომ რუსები თითქოს წინ მიდიან. კრემლს არგუმენტები არ აქვს. დონალდ ტრამპისთვის, რომ პუტინისთვის სასურველ პირობებზე მოლაპარაკებები განაახლოს. მაგრამ სამწუხაროდ არც კომპრომისის შეთავაზების მზადყოფნა არსებობს. სანამ კრემლი ფიქრობს, ზეწოლა იზრდება. ზელენსკიმ დაადასტურა შეთანხმება პატრიოტზე. სენატორმა ლინცი გრემმა სიკვდილამდე მოასწრო და თეთრ სახთან შეთანხმდა კანონპროექტზე ჯოჯოხეთური სანქციების შესახებ. მაგრამ ბალანსისთვის აქ მაინც არსებობს მნიშვნელოვანი გაფრთხილება. აი დღეს The Independent-ის მიუნხილველი რობერტ ფოქსი აფრთხილებს, რომ პუტინმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მომდევნო 2 თვე მისი ბოლო შანსია ომის მსვლელობის შემოსაბრუნებლად. ის ხედავს შესაძლებლობის ფანჯარას სექტემბრამდე. და Independent-ის ავტორი ასახელებს 3 ნიშანს იმისა, რომ კრემლი ემზადება ევროპაზე თავდასხმისთვის. პირველი ნიშანი. პუტინის ჯერა, რომ გამარჯვება ახლოსაა. მის ოპტიმიზმს აძლიერებს კამათები. პირველი. ნატოში არსებული უთანხმოება. დონალდ ტრამპის არათანმიმდევრულობა. ჩიხი ახლო აღმოსავლეთში. და მთავარი, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამოფიტვა. მეორე. დეზინფორმაციის კამპანია თვით ევროპაში. და იქ ზახაროვა და პატრუშევი ახლა მაგალითად ლატვიას ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი თითქოს უკვე
პირდაპირ მონაწილეობენ ომში. და ცოტა ხნის წინ რუსული თვითმფრინავი საშიშად მიუახლოვდა ბრიტანულ ავიამზიდს Prince of Wales. და იქ მან ჰიდროკარტაც კი ჩამოაბდო, აკუსტიკური ბუები. მაშინ ის ორი F-35 ტიპის თვითმფრინავმა გააძევა. და რუსული წყალქვეშა ნავები სულ უფრო აქტიურად მოძრაობენ ჩრდილოეთის ზღვასა და ლა-მანშში. აგურდებიან კაბელებს და აქეთ-იქით მილსადენებს. და ეს ყველაფერი სწორედ ეხლა ხდება. მესამე კი არის სიტუაციის გაუარესება თვითონ რუსეთში. საწოლზე რიგები, ინტერნეტის შეფერხებები, წყლის დეფიციტი ყირიმში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ყველაზე შემაშფოთებელი არის Fox-ის პროგნოზი იმ შემთხვევაში თუ გამარჯვება არ იქნება. როგორც ის წერს, რუსეთი უკვე ფუნქციონირებს როგორც საომარი ეკონომიკა, ხოლო ვლადიმირ პუტინი გახდა მისი სამხედრო ლიდერი. შვიდობა არ შედის მის წარმოდგენაში საკუთარი პოლიტიკური გადარჩენის შესახებ. ხოლო ზამთარში სავარაუდოდ მინიმუმ 500,000 ადამიანის მობილიზაცია და სრული საომარი მდგომარეობა. შედეგი: ვლადიმირ პუტინმა სცადა დონალდ ტრამპისთვის კალბი გამარჯვების მიყიდვა და შეცდა. ტრამპი ჩუმად შემოტრიალდა, არ დაურეკავს, გააუქმა თავისი წარმომადგენლების ვიზიტი მოსკოვში, უკრაინას მისცა პატრიოტის ლიცენზია და რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დართმევიც კი შეაქო. კრემლი სულელურ მდგომარეობაში დარჩა არგუმენტების გარეშე, ტრამპის ზარის გარეშე და კომპრომისზე წასვლის მზადყოფნის გარეშე. მაგრამ, როგორც ამბობენ, ნუ მოიტყუებთ თავს. ტრამპიც არაპროგნოზირებადია. და ეს ყველაფერი იმუშავებს, თუ ამერიკელი ლიდერი უცებ აზრს არ შეიცვლის და არ დაანგრევს მთლიანად იმ კონსტრუქციას, რომელიც ალბათ პირველად ასე წარმატებით აეწო. როცა ყველა ჩვენს მხარესაა, უკრაინის მხარეს, თვითონ ტრამპიც კი. ხოლო პუტინი კუთხეში მიმწყდეული ნამდვილად უფრო საშიში ხდება. მას, როგორც თვითონ ფიქრობს, სექტემბრამდე შესაძლებლობების ფანჯარა აქვს. და როგორც მიუმხილებლები წერენ, ის ეცდება ამ შესაძლებლობით ისარგებლოს. აქ მრავალ წერტილს დავსვა. თქვენი აზრი და დასკვები კომენტარებში დაწერეთ. ამ გამოშვების ქვეშ გამოიწერეთ არხი, დააწეკით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკვირთავზე. ყველას ნახვამდის. გაგრძელებთ.